მოგესალმებით, მოგესალმები თქვენს მაყურებელს, მადლობა კიდევ ერთხელ ჩართვისთვის, შესაძლებლობისთვის. რაც შეეხება თქვენს პროდავანსიას, დღეს უკვე მესამე მოსმენით, გრანტების შესახებ კანონი და ასევე სრული პაკეტით ამდევი საკანონმდებლო ცვლილებები დღეს მესამე მოსმენით უკვე ქართულმა ოცნებამ მიიღო. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ დაინიცირდა ეს კონკრეტული კანონპროექტი თავიდანვე პრინციპების დონეზე ჰქონდა წინააღმდეგობა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, დღეს უკვე მესამე მოსმენით ფაქტურად საკანონმდებლო დონეზე ტექნიკური დეტალები იყო, რაც შეეხება უშუალოდ ამ კანონს, ჩვენ ვეცინააღმდეგებით ამ კანონს, ვინაიდან ეს კონკრეტული კანონი, რაც შეეხება თავად გრანტების შესახებ კანონს და უკვე სხვა თანამდებობ კანონპროექტებს, თქვენ ახსენეთ სისხლის სამართლის კოდექსი, ასევე პოლიტიკური გაერთიანების შესახებ შესაბამისი კანონი პირდაპირ მიემართება გამოხატვის თავისუფლებას და ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრულ მოქალაქეებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის გამოხატვის თავისუფლებას იწინააღმდეგება პირდაპირ. როდესაც ჩვენ გრანტების შესახებ კანონზე ვსაუბრობთ, აქ უნდა აღინიშნოს აუცილებლად, რომ ეს გრანტების შესახებ კანონი ეს კონკრეტული ცვლილება უკვე მიემართება უშუალოდ რიგით მოქალაქეს და აქ არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, პოლიტიკურ აქტივობებზე საუბარი, არამედ რიგით მოქალაქეზე, რომელიც შეიძლება იყოს ასე ვთქვათ, საზოგადოებრივად ან პოლიტიკურად აქტიური და ეს კონკრეტული აქტივობა შეიძლება არ მოწონდეს ხელისუფლებას, არ მოწონდეს ოცნებას და ეს კონკრეტული პირი შეიძლება მოექცეს, რა თქმა უნდა, ჯერ ადმინისტრაციული და უკვე შემდეგ სამართლებრივ პასუხისმგებაში მიეცეს. რაც შეეხება რამ განაპირობებს ოცნების არაღიარებაზეც ეს კანონპროექტიც მიღებულია, ხო, უკვე კანონპროექტი, რომელიც ხელმოწერის შემდეგ კანონად იქცევა, დიახ? დიახ, როდესაც მე აუგუსტში თამდევი ეს იყო ერთიანი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, სადაც ბუნებრივია თქვენ როგორც აღნიშნეთ, ეს არის უშუალოდ სამართლის საპროცესო ნაწილში განსაზღვრული ნაწილი არაღიარების ნაწილში და აუცილებლად უნდა აღინიშნოს მიზეზი და მიზანი თუ რა არის ოცნების ამ კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების. ამის მიზეზი არის პირველ რიგში ოცნებას ეშინია ნებისმიერი სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივობის, რომელიც მის ინტერესში არ იქნება და ეს იქნება ასე ვთქვათ ობიექტურად მართული ოცნების ხელისუფლების კრიტიკისკენ და აღიარებასაც შეეხება კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ ოცნებას თავად აქვს აღიარების კომპლექსი, შესაბამისად დღეს ის უკვე ამ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით ცდილობს რეპრესიული მანქანა მიმართოს მოქალაქეების მიმართ და ასე ვთქვათ მოქალაქეები შიშის და შანტაჟის ქვეშ ყავდეს თუნდაც არაღიარების ნაწილში. ის კონსტიტუციური საფუძვლები, რასაც თვითონ ამბობენ, ბუნებრივია არის აბსურდი, ვინაიდან დღესაც მოქმედ ჩვენს როგორც სამართლის კანონში, ასევე კონსტიტუციაში ბუნებრივია ნებისმიერი საბოტაჟი ან სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ბუნებრივია იზრდება სამართლის დანაშაული. დანარჩენი დღეს, რასაც უშუალოდ ეს კონკრეტული ცვლილებები გრანტების შესახებ კანონიდან დაწყებული თამდევი საკანონმდებლო პაკეტით დამთავრებული პირდაპირ ემსახურება და მის მთავარი მიზეზი და მიზანი არის ის ოცნების შიშები ნებისმიერ მათ წინააღმდეგ მიმართულ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით. გიგა, ერთ საკითხზეც დაგისვამთ კითხვას, ეს ეხება ჩორჩანას საქმეს, რომლის არსებითი განხილვაც დაიწყო, როგორც ცნობილია. ჩვენმა მაყურებელმა მოისმინა ამის შესახებ ბოლო ინფორმაცია. ითქვა, რომ გახარიას წინააღმდეგ ამ საქმეში გომელაურის და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ასევე დევს ყოფილი პრემიერის მამუკა ბახტაძის ჩვენებაც. რა შეგიძლიათ თქვათ ამ საკითხზე და ასევე როგორც ცნობილია, იყო ასე ვთქვათ სურვილი, რომ სწორედ დისტანციურად ჩართულიყო ამ პროცესზე გიორგი გახარია, რასეილით აქედან და ასევე გახარიას საკითხზე პარლამენტშიც გაკეთდა განცხადებები, რასაც ვუსმენდით თქვენი გუნდის წევრები აკეთებდნენ ამა თუ იმ მიმართულებით აქცენტს. რაც შეეხება ჩორჩანას საკითხს, საზოგადოებისთვის ნათელია ეს კონკრეტული кейსი, ჩორჩანას საქმე ბუნებრივია პოლიტიკური ნიშნით მიმართულია გიორგი გახარიას წინააღმდეგ და აქ რაც რაოდენობის სამწუხაროდ არ უნდა იყოს, ეს კონკრეტული საქმე არა მხოლოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიემართება, ეს მიემართება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს და დღეს ოცნება საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე სამწუხაროდ აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და ერთ-ერთი ისინი იმეორებენ იმ აქცენტებს, რასაც ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი დღეს ასე ვთქვათ ეხმიანება ფაქტურად ოცნების ამ კონკრეტულ ქმედებებზე და ნაბიჯებს. რაც შეეხება თქვენ რაგვინს ჩამოთვალეთ გვარები, პირველში ძალიან სამართლოა და ამ ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ და უნდა იცოდნენ, რომ აუცილებლად დრო მოვა თავისუფალი და სამართლიანი სასამართლოს პირობებში
ამ კონკრეტულ პირებს, ვინც ეს კონკრეტული საქმე შეკერა და პოლიტიკურად მართა, აუცილებლად მოუწევთ პასუხისმგება და პასუხის გაცემა ჩვენი მოქალაქეების ვინაიდან ამ კონკრეტული საქმით, ჩორჩანა საქმით, საქმე რომელსაც გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის დოინდოს ედავებიან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაცვას, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, ქვეყნის ოკუპანტი, ასე ვთქვათ, მტრების წინააღმდეგ დღეს ედავებიან, რომ ეს კონკრეტული საქმე ან ვინმეს არ იყოს თანხმებული, ან ასე ვთქვათ, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. ეს არის კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, სამართალთან და სამართლებრივობასთან ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს და კიდევ ერთხელ უნდა აღნიშნოს ძალიან სამწუხაროა და სამარცხინოა იმ ადამიანის ქმედებები, რომლებიც წლების წინ ამ კონკრეტული ქმედებით თავად ეს კონკრეტული პირები და მათ შორის ოცნების მთელი გუნდი ჩორჩანას ამ კონკრეტული სამუშაოს ჩათვლით მაშინ ამაყობდნენ და დღეს როდესაც მათ დაჭირდა და ივანიშვილი დაჭირდა პირადად ეს კონკრეტული საქმე პოლიტიკური შეგრძნებისთვის დღეს უკვე დანაშაულად შეაწყდეს და ამით პირდაპირ როგორც გახარიას წინააღმდეგ არის ეს პოლიტიკური დანაშაული მიმართული პოლიტიკური მართლმსაჯულება უფრო სწორედ ასევე ეწინააღმდეგებიან ჩვენს ქვეყნის ინტერესებს აყენებენ უძგეს ზიანს. დიდი მადლობა გიგა დაგემშვიდობებით. გიგა ფარულავა, პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი პარლამენტის დეპუტატი.